სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს მერტი. მერტმა დაგლოცოთ, დილოცოთ ყოველას დღევანდელ დღეს, შეგვეციოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ჯერ კიდევ არის დღესასწაული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების კვირეულია დღე კიდევ და დილოცოთ ყოველას, შეგვეციოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. დაალოცოს, გადაარჩინოს, გაანთლიანოს, გაერთიანოს ჩვენი ქვეყანა, დაიფაროს ჩვენი მონასტერი და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი. დღეს წავიკითხეთ სახარება, სადაც მაცხოვართან ჩვენთან იესო ქრისტეს და მიდის ჭაბუკი. ერთი შეხვედით ეს ადამიანი მორწმუნე ადამიანია და ცდილობს იცხოვროს იმ ცნებებით, რომელიც ცნებებით არის ცათა სასופველოში შემყვანებელი და რომელიც ცნებებით მიახლებს ადამიანს უფალთან და უფლის მსახურებისათვის. მაგრამ მაინც ამ ადამიანს აქვს შინაგანი განცდა და უნდა კითხოს მაცხოვარს იესო ქრისტეს და იკითხება რა უნდა ქნას რომ ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს. მაცხოვარი ჩვენ იესო ქრისტე ეუბნება მას რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ამ ქვეყანაზე ადამიანმა აღასრულოს არის ის რომ ადამიანმა უნდა დაიცვას ცნებები ის რომელიც ზოგადად არა იმიტომ რომ რაღაცა განსაკუთრებულს ითხოვს და განსაკუთრებული ცნებებია ეს არის ის ცნება რომელიც ადამიანს აქცევს ადამიანად. ეს ცნებებია რომ არაკაცკლა ამაში გულისხმობა უამრავი ის შემდგომ მასში ჩადებული ცნებები ის განსაცდელები რომლებიც ადამიანს აიძულებს თუნდაც სიტყვიერად, თუნდაც განსჯით, თუნდაც შეურაცხყოფით არ არის აუცილებელი ადამიანი მარტო მოკლა და აღასრულო მისი ხორციელი დასასრული ამ ქვეყანაზე. თითოეული ჩვენგანს გვაქვს ნება, შინაგანი განცდა, რომ ჩვენ სიტყვითაც შეგვიძლია ამ ადამიანს მივაყენოთ ის საშინელი ნება და განცდა, რომ ის იმ ადამიანმა საერთოდ ინანოს, რომ და ბევრი მინახავს, რომელსაც უნანია და ღვთისთვის შეღაღადებია ღვთის წინაშე, რომ ღმერთო რისთვის მოვლინა ამ ქვეყანაზე, რა არის ესეთი სასჯელი, რომ ამდენი რაღაც ხდება ჩემს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ამას ამბობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ მიღებული ძალიან დიდი უნდობლობა შეურაცხყოფა ადამიანებისგან. ის რაღაცა თქვა უსასოება როცა არის ადამიანი, როდესაც განიცდის რაღაცა მატერიალურს, სიდუხჭირეს ან რაღაცა განსაცდელს მსგავს, თუნდაც ჯანმრთელობის მხრივ რაღაცას განიცდის, ეს კიდევ ასატანია ადამიანისთვის. ამ დროს კიდევ პოულობს ადამიანი ძალას, რომ მიმართოს უფალს და ილოცოს ღვთის წინაშე და მიეცეს ეს ღვთისგან, მაგრამ ყველაზე მომაკვდინე, ყველაზე მძიმე არის მაინც ადამიანის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. ხშირ შემთხვევაში არის რომ ჩვენ გვაქვს სიყვარული ადამიანების მიმართ და ვცდილობთ რომ ერთგულები ვიყოთ, ვცდილობთ ვემსახუროთ მას, რადგან არ მოდის თუნდაც რაღაცა ოდნავ მაინც სითბო ან ოდნავ მაინც ისეთი დამოკიდებულება, რომლებიც აი ამ ჩვენს მათდამი დამოკიდებულებას გაამართლებდა, რომ რაღაცნაირად ადამიანმა ხუნდა აღიქვა და შენს წინაშე ადამიანის ჩადენილი სიკეთე. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ეს მოდის იქიდან, რომ ადამიანის არ გვაქვს მადლიერების გრძნობა. თითოეული ჩვენგანი ყოველ ადამიანს ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანს ვალდებულებთ, რომ ისინი ვალდებულები არიან ჩვენს წინაშე, რომ მოგვემსახურონ, რომ გაგვიკეთონ სიკეთე, დაგვეხმარონ. თუნდაც წყალი ოჯახში ადამიანი, წყლის მომწოდებელი ადამიანი თითქოს ვალდებულია, რომ ხანდახან მინახავს, მომისმენია ჩემი ყურით, რომ როგორ ავალებენ თუნდაც შვილებს, რომ მათ მიუტანონ წყალი დასალევად. თუნდაც ამ დროს არანაირი მადლიერებას არ გამოხატავენ, რომ თუნდაც იმ პატარა ბავშვს არ სწავლონ, რომ ის არ არის ვალდებული, რომ მოუტანოს შობელს წყალი, მაგრამ რახან ის თხოვს მას, ის უნდა გამოიხატოს მის წინაშე მადლიერება, რომ იმანი ისწავლოს და ეს ბავშვი რო გაიზრდება, ზუსტად ისე მოექცევა ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც იგივე მშობელს და სხვა თავის მეგობარს, როგორც მას მშობლები ექცევიან სახლში. უნდა ვასწავლოთ ჩვენ შვილებს მადლიერება. უნდა ვასწავლოთ, რომ აი ეს ცნებები, რაც ბრძანებს დღევანდელ სახარებაში იესო ქრისტე, რომ ეუბნება ამ ჭაბუკს, რომ არაკაცკლაო,
არ იმრუშო, არ იპარავ, არა ცილის წამოო, საშინელი ცოდვა, ცილის წამება, როდესაც რაღაცა ადამიანის შეიძლება გაგვიჩნდეს რაღაცა შურის გრძნობა, გაგვიჩნდეს თუნდაც ადამიანმა არ გაგვიკეთა ის, რასაც ჩვენ ველოდებით და ამ დროს გვიჩნდება შურის ძიების გრძნობა და 1000 ცილის წამება, 1000 ბოროტება გამოდის ჩვენგან იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ესე მოგექცა ჩვენ და არადა არ ვიმსახურებთ ამას ჩვენ. რომ გადავხედოთ აი დღევანდელი ჭაბუკის მდგომარეობა, სულიერი მდგომარეობა გავს ჩვენს მდგომარეობას. შემდგომში პასუხობს მაცხოვარი ჩვენ იესო ქრისტე, რომ ყველაზე კიდევ დიდი მცნება, რომელიც ადამიანს შეიყვარს სათა სასუფეველში არის ის, რომ პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყვარო მოყვასი შენი, ვით არცა თავით ვისიო უბნება. და ჭაბუკი პასუხობს, რომ ეს ყოველივეო დამიმარხასო მეო, ჩემი ყმობის ასაკიდან და ამ ყოველივეს აღვასრულებო და რამაკლიაო მეო, კიდევ რამაკლიაო, რომ ეს სასუფეველისთვის მოემზადო და მაცხოვარი პასუხებს, რომ ძალიან მდიდარი იყო მატერიალურად ეს ადამიანი, ეუბნება, რომ განყიდეო ყოველივე შენიო, რაც გაქვსო მონაგებიო და შემომიდექიო მეო და აი აქ მთავრდება მისი ქრისტიანული, მისი ცხონების მიმართ ინტერესი, რომ ცხონდეს ეს ადამიანი, თითქოს ყველაფერს აღასრულოს, მაგრამ აქ ერთ წამის ყოფაში მთავრდება მისი განცდა, რომ ის ცხონდეს, მისი დამოკიდებულება უფალთან შეერთების მთავრდება ერთი წამის ყოფაში და რა აბრკოლებს ამ ადამიანს? აბრკოლებს მატერიალური მდგომარეობა მისი. და თითქოს ყველაფერს აღასრულოს, მაგრამ როდესაც მივიდა იქამდე, რომ მან ეს ყოველივე მისი მატერიალური, მისი ფუფუნება, რაც მას ანიჭებს ყოველდღიურად ხორციელ სიამოვნებას, ამ ხორციელი სიამოვნების დატოვებას ვერ ეგუება ეს ადამიანი და ესე მიდის, ტოვებს, იმიტომ რომ შეზრწუნდება აი ესეთ პასუხისცემს უფალი, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ეს და ვერ მიიღებს ამას, ამ პასუხს. და მერე შემდგომ პასუხობს, მოციქულები ეკითხებიან, რომ თუ ვის ძალუცო ცხონებაო და მერე პასუხობს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, რომ შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთისა მიერ. და აი ესეთი მდგომარეობა, როდესაც გვაქვს, რომ თუნდაც მატერიალურის დატოვება არ შეგვიძლია ცხონებისთვის და აქ ვინც ვარ, თითქმის ყველას გვაქვს ეს, რომ თითქოს შეუდექით ქრისტეს, თითქოს ცხოვრობთ ქრისტიანულად, თითქოს გვინდა რომ ცხონდეთ, მაგრამ იმდენი საზრუნავი მოდის ყოველდღიურად ჩვენში, რომ საერთოდ სხვა მდგომარეობაში გადადის ჩვენი სული. ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება, რომ მარტო იმისთვის ვარ აქ მოვლინებული ამ ქვეყანაზე, რომ ჩემი სული შევამზადო სათა სასუფევლისათვის და ცხონებისათვის და ყოველ ჩვენგვარს გვავიწყდება ეს და იმ წამიერად მაინც ვეფლობით იმ მატერიალურ სიამეებში და იმ რაც ყოველდღიურად ხორციელ ნუგეშს გვაძლევს ჩვენ. უნდა ვითხოვოთ ღვთისგან, წმინდა მამები ამბობენ, რომ ვითხოვეთ ღვთისგანო იმ ცნებების შესრულებაო, რომლებიც დაგვიტოვაო ქრისტემ, იმიტომ რომ ისეთი უძლური ადამიანი, სუსტი ადამიანი, რომ მას არ ძალუძს ამ ცნებების შესრულება და ჩვენ უნდა დავიმდავროთ თავის წინაშე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინაშე და ვთხოვოთ მას, რომ მოგცეს ძალა და შინაგანი განცდა და მონდომება ქრისტეს ცნებების აღსრულებისა, რომ მოგცეს თამდაღლობა, მოგცეს რომ შევებრძოლოთ შურს, შინაგან შურს ადამიანების მიმართ, მოგცეს ძალა უფალმა, რომ არ განვიკითხოთ ადამიანები, მოგცეს ძალა უფალმა, რომ არაცილოს წამოთ და მნიშვნელოვანი კიდევ აი ბოლო ორი ცნება, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანია პატივის, ვისწავლოთ პატივისცემა ჩვენი მშობლების და უფროსი ადამიანების. ვისწავლოთ პატივისცემა ჩვენი მოყვასის, იმიტომ რომ ჩვენს თავს ყოველთვის ყველაფერს პატიოთ, მაგრამ მოყვასის პატიება არ შეგვიძლია. აბა შევიყვაროთ ის, როგორც ჩვენი თავი გვიყვარს და თუ ვერ შეძლებთ მის პატიებას და მის შენდობას და მის სიყვარულს, უნდა მოინდომოთ აუცილებლად, უნდა ითხოვოთ ღვთისაგან, ესე მარტივი არ არის, იმიტომ რომ ადამიანი დაცემული ბუნება აქვს და ისევ ღმერთმა, ისევ მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ უნდა აღვდგინოს ეს დაცემული ბუნება. როგორ ხდება ის? აღსარებით, სინანულით, ზიარების დროს, როდესაც მივახლებით წმინდა ზიარებას, ჩვენში ის მანკიერებები
უნდა დავინახოთ და ვთხოვოთ ღმერთს ამ მანკიერებებისაგან, ამ ბოროტებისაგან განკურნება უნდა ვითხოვოთ ღვთისაგან. არა მარტო ისე მივიდეთ და ვეზიაროთ, რომ ესე ველოდოთ სასწაულს ღვთისაგან, რომ თითქოს ზიარება უცებ მოახდეს ჩვენში გარდატეხას და სულიერად შევიცვლებით. უფალი ამ დროსაც ელოდება ჩვენს თხოვნას, ჩვენ შეღაღადებას, რომ თხოვოთ ღმერთს, რომ სულიერად შევცვალოს საფრთხოითა სურვილითა მისითა და საცხოვნებლად ჩვენი ყოფილიყოს ეს შემცვალებლობა, რომ ისე შევცვალოს უფალმა თითოეული ჩვენგანი, თითოეული ჩვენი სულის მდგომარეობა ისე შეცვალოს, რომ ცხოვრდეთ და ღვთის სასუფლებელი დავიკვირდეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაზე დაბადებული ადამიანისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ, კიდევ ერთხელ გილოცოთ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, შეგვეციოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. დალოცოს, გადაარჩინოს, გაამწვიანოს ჩვენი ქვეყანა და დაგიფაროთ თითოეული თქვენგანი და თქვენი ოჯახები დალოცოს. ღმერთმა და გაგატანოთ წყალობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი.